საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ცალკეულ პირებს თუ ყველას არა, პრინციპში ყველას. ძალიან სწრინთ, როდესაც ასე მაგალითად მე და არა მხოლოდ მე, მათ ბანდიტებად მომიხსენიებთ. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, ქართულ ოცნებას ძალიან სწრინს, როცა პარტიას ან მმართველობას ბანდიტურ ჯგუფს ვუწოდებთ. რაღა დაგიმალოთ და მე რომ ვიყო ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მაინც მე რომ ყოფილიყავი ქართული ოცნების წევრი, მეც მეწყინებოდა. ან ახლაც მეწყინება ვინმემ რო თქვას, რომ ირაკლი ტაბლიაშვილი ბანდიტიაო, სხვა თუ არაფერი ჩავთვლი, რომ მე ამას არ ვიმსახურებ. შესაძლოა შალვა პაპუაშვილი იქნება თუ რომელიმე რიგითი დეპუტატი ან თავრობის წევრი, ის ფიქრობდეს, რომ სულაც არ იმსახურებენ ამგვარ შეფასებას, ამგვარ ეპითეტს. მაგრამ მეორე მხრივ უნიადაგოდ საფუძვლის გარეშე ასეთი ეპითეტები სულაც არ ჩნდება. ესე იგი საზოგადოების ერთ ნაწილს და საკმაოდ მოზრდილ ნაწილს აქვს მყარი საფუძველი, არგუმენტები და საფუძველი საიმისოდ, რომ პაპუაშვილი და სხვები პარლამენტში, კობახიძე და სხვები აღმასრულებელ ხელისუფლებაში, აღმასრულებელ ხელისუფლებას წოდებულში, მაინც ასე ვთქვათ, სწორედაც რომ ბანდიტებად და არა მხოლოდ ბანდიტებად, არამედ რუსეთ მოყვარულებად, რუსეთის ინტერესების გამტარებლებად, რუსეთის აგენტებად, გამობიძინებულებად, ეს ჩემი ექსკლუზივია მეთქი, დავიჩემებ, ან გამოპუტინებულებად მოიხსენიონ. მეც მეწყინებოდა კი, ვადასტურებ, მაგრამ მე მეორე მხრივ გამეცინებოდა ამაზე და ყოველ მეორეს ვინც მომაძახებდა ოლეოლას, ხო, ქოცი რო ვიყო, არ უჩივლებდი. დავფიქრდებოდი, ბალიშზე თავს დავდებდი და ვიტყოდი, რომ კი, მაგრამ გავიგე რომ ვიღაცები მებზვიან, მაგრამ ასე საყოველთაო ზიზღი და სიზულვილი, ხმამაღალი სიტყვებია, ასეთი საყოველთაო უარყოფითი ემოცია თუ დამოკიდებულება რით დავიმსახურებ მეთქი. მე პრობლემას იმაშიც ვხედავ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები 99 დეპუტატად წოდებული და მინისტრები კიდევ და ასე შემდეგ, სხვები და სხვები ბალიშზე თავს კიდებენ, რა საკვირველია, მაგრამ თვითკრიტიკულნი სულაც არ არიან, დამოკიდებულნი არიან ბიზინა ივანიშვილზე, რომელსაც საქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამდე და საკუთარი თავი კი ამ სამყაროს ცენტრი ჰგონია და ასევე ჰგონია მსგავსი და დარი ისეთი დიდი მოღვაწეებისა საქართველოს ისტორიაში, როგორიც იყო ასე მაგალითად ილია ჭავჭავაძე. ეხა სოლომონ დუდაშვილი რო არის ეს გასაგებია. ილია ჭავჭავაძე, სხვები. იმიტომ რომ დიდი ქველმოქმედია და იმიტომ რომ 7, 10, 15, 57-იან 115 პროექტი დააფინანსა და აბა სხვას ვის დაუფინანსებია 117 თუ 218 პროექტი სხვამ ვინ მოიცილა მიხეილ სააკაშვილი და მოიცილა მხოლოდ ბიზინა ივანიშვილმა და ბიზინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, სხვები ვერც ვერაფერს გახდებოდნენ, ასე ფიქრობს ბიზინა ივანიშვილი. ეს ლეგიტიმური ფიქრია მეთქი, შემიძლია ასე ვთქვა, მაგრამ თავარი მაინც ის არის, რომ მოცილების შემდეგ, ანუ სააკაშვილის დამარცხების შემდეგ რაში გადაიზარდა მისი პოლიტიკა, ან როგორ ტრანსფორმირდა მისი პოლიტიკა, ან სადამდე მიგვიყვანა მისა პოლიტიკა უკვე მოცილების შემდეგ 13 წლის თავზე. ამაზე არ ვსაუბრობ ახლა, მე ვსაუბრობ უფრო ქართულ ოცნებაზე, რომელსაც დღეს თუ გნებავთ ვიტყვი ასე, ბანდად აღარ მომიხსენიებ. დღეს, კონკრეტულად დღეს, ან მომავალშიც არ მომიხსენიებ, ან იშვიათად მომიხსენიებ ბანდად, იმიტომ რომ საზოგადოების მაყურებლის ამ შემთხვევაში ერთი ნაწილის ყურადღება არ შეჩერდეს სწორედაც რომ ჩემს შეფასებაზე და თავარი არ გამორჩეს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მე ვესაუბრები კონკრეტულად ამ ვიდეო ბლოგში და საერთოდ ვიდეო ბლოგებით. ახლა ყურადღებას გავამახვილებ ორ პიროვნებას. არა, უკაცრავად, 3 პიროვნებას. ერთი უარყოფითია, ბანდიტს რო ვუწოდებ, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მას არ შევაფასებ, მას არ მომიხსენიებ დღეს ბანდიტად, უბრალოდ დეპუტატს დავარქმევ და ასეც ამ ჩარჩოებში დავრჩეთ, ხოლო ორი არის ერთმანეთსაგან განსხვავებული პირი, მაგრამ ორივე არის საქართველოს სამსახურში. მე ვეზები სიმართლე გითხრათ და ვერ ვნახე რომ წელს არის დაბადებული პირველი პირი, ვიზეც მინდოდა საუბარი. მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ამ კაცს აქვს ნათქვამი შემდეგი სიტყვები და მე უკვე დაგისახელებთ კიდეც გარკვეული პერიოდის კი რამდენიმე წუთის შემდეგ. ამ კაცს აქვს ნათქვამი ამგვარი სიტყვები. თუ შენ უარს ამბობ და იცვა შენი საცხოვრისი,
დაიცვა შენები, თუ შენ პირდაპირ მიდიხარ თანამშრომლობაზე მტერთან, უარს ამბობ შენს თვითმყოფადობაზე, შენს მეზე, ესაა სინდისის დაკარგვა. მორჩა, შენ ადამიანი აღარ ხარ. მანამდე კი გამეორებული აქვს სიტყვები, რომლებიც გაცილებით არანაკლებ ტევადი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, არანაკლებ კონცეპტუალურია. კაც მხოლოდ ტყვია არ კლავს, კაც სირცხვილიც კლავს. როდესაც დავასახელებ მე კი აგიგითხარით, მაგრამ ვიდრე დავასახელებდე, როდესაც გუგლავ ამ კაცს, აი ვგუგლავ, ხო? დავგუგლე. ფოტოების გარდა მივარდება ვიდეოები, სადაც გუგლს აქვს ეს ჯერ ხმას ჩაგირთავთ თქვენის ნებართვით და მე უკვე მოვატრიალებ კადრს. სამშობლოს ოცით, როცა სამშობლოს ძალიანობას ემუქრება, როცა საკუთარ მიწას ვედრავებიან ერთ, მეორეს, მესამეს, მეოთხეს, თუ მთელმა ერმა ხმა არ მოიღო, ამ ბრძოლაში ჩვენ დავმარცხდებით და ბიჭებისთვის ხშირად მithქვავს, რომ კაცს მარტო ტყვია არ კლავს, კაცს სიტყვილი კლავს. იმეორებს იმ სიტყვებს, რომლებიც მე გაგაცანით. საკუთარ შვილებს რა სეტყვით რა პასუხს გაგცემთო. ამას ამბობს და ეხლა უკვე მოვატრიალებ კადრს. კაცი, რომლის ერთ სტატუსს მე ჩაგიკითხავთ, ბოდიშს ვიხდი, ამასობაში მე მგონი გამექცა, არ გამექცა. ამას ამბობს ჩემი მოსაზრებით რამდენიმე დღის წინ მე მას უწოდე გურამ დოჩანაშვილის შევადარეის, გურამ დოჩანაშვილის სამოსელი პირველის მოხუც სანტოს ასე მორებს რო უჭერს ხელს იმ პერსონაჟს, იმ გმირს და მერე გამექცა სიტყვა კი არა, მერე მეორე გმირსაც შევადარე ზემო რეირას ამავე ნაწარმოებიდან. ეს არის არჩილ ყოფერია. არჩილ ყოფერია, რომელმაც შვილის ძვახო დაკარგა 90-იან წლებში და შვილის დაკარგვის შემდეგ უკრაინაში ამ სხვათა შორის არც თუ ასაკიანმა კაცმა, მაგრამ მაინც მოხუც სანტოს გავს მეთქი მაინც ვიტყვი, აი ეს ხა იარაღი და გადაწყვეტილება მიიღო, წავიდა უკრაინაში საბრძოლოდ და უკვე ეხ რამდენი ხანია, 3 წელი იქნება მგონი, მალე ან უკვე არის, იბრძვის უკრაინაში. იბრძვის უკრაინაში და მოდი ახლა მოусმინოთ ბატონ არჩილს, რატომ იბრძვის. ის არაჩვეულებრივი ქართველია, სამაგალითო ქართველია მეთქი, ასე ვიტყვი. მე თქვენის ნებართვით რამდენიმე წამი დამჭირდება. იმისთვის რომ ამასმა და სუგან გომმა ძალებმა რომლებიც ერთი ღიად უწევს ხარდაჭერას, მეორე რა თქმა უნდა კულისებიდან კარგად იცოდნენ რასთან ჰქონდათ საქმე, რაზე მიდიოდნენ და რა გაგრძელება ექნებოდა ამ ყველაფერს და ამიტომ ისინი მზად იქნებიან. ისრაელს რა თქმა უნდა გამოეპარა ეს შეტევა, მაგრამ ებრაელებს შესწევთ ძალაც, სამხედრო, ფინანსურით და უკვე დაიწყეს შეტევა, მაგრამ ეს ომი იქნება სისხლიანი და გაგრძელდება კარგად ხანს და მასში ჩაერთვებიან სხვა აქტიორები. ეს მალე გამოჩნდება. ჩვენი ომი გვაქვს, რომელსაც ჩვენ უნდა მივხედოთ და საჭირო არა ზედმეტი წიოკი. ანუ მინდა გადავხადო ბატონ არჩილს, სწორედ ამ უკანასკნელი ფრაზის და გამო სიტყვებისა და გამო გაგაცანით მისი ეს ვიდეო მიმართვა, რომელიც ისრაელის მხრიდან თუ მიერ ირანზე განხორციელებულ შეტევამდეა ჩაწერილი. ეს მნიშვნელოვანია ბატონი არჩილი, იმყოფება უკრაინის ფრონტის ხაზზე, წინა ხაზზე სხვა თანამებრძოლებთან ერთად და ახლობით 3000 ქართველი მებრძოლი არის უკრაინაში და ისინი იბრძვიან, ისინი არიან ერთმანეთზე უკეთესი ქართველები, მეთქი ამას ამაღლაც ვამბობ, მაგრამ ისინი იბრძვიან უკრაინისთვის, საქართველოსთვის და გლობალური უსაფრთხოებისათვის და თავისუფლების იდეალებისათვის. მე ბატონ არჩილზე ყურადღება გავამახვილე, იმიტომ რომ ამ ტიპის ქართველებიც არსებობენ, ბატონი არჩილი თვალსაჩინოებაა ერთ-ერთი და არა ერთადერთი, ვინც იარაღით ხელში იცავს
თავისუფლებას და მე მინდა უბრალოდ ვიკითხო ქართული ოცნების რომელ წარმომადგენელს შესწევს ძალა და უნარი და აქვს სურვილი რომ აიღოს იარაღი და არა უკრაინაში არა უშავს გავიგეთ არა უშავს კი არა უშავს მაგრამ გავიგებთ რომ უკრაინაში არც ერთი მათგანი არ ჩავა და არც მოუნდება თავისუფლებისთვის ბრძოლა უკრაინაში მაგრამ აქ რო ემანდრამ მოხდეს რომელი მათგანი დაუპირისპირდება მომხდურს და მომხდური ერთადერთი შეიძლება იყოს ეს არის რუსეთის ფედერაცია იარაღით ხელში. ჩემი პროგნოზით და ბანდას კვლავ ვიმეორებ არ ვუწოდებ მათ ისინი არათუ იარაღით ხელში არ დაუპირისპირდებიან, არამედ კინკილა სტატუსსაც კი არ დაწერენ რუსეთის საწინააღმდეგოს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ვინც მათ უსმენს, მცირენი არის, მცირე კი არა პატარა ამგვარი საზოგადოება, მაგრამ მაინც არ შეაგულიანებენ და არ მოუწოდებენ ბრძოლისა და თავდადებისა და წინააღმდეგობისათვის, იმიტომ რომ ამათი მრწამსი, ამათი ფილოსოფია მრწამსი და მიდგომა, ანუ ხელისუფლებისა ან ხელისუფლებად წოდებული ბანდისა, თუმცა გამახსენდა რომ ესე არ უნდა მოიხსენიო ისინი, არის უკან დახევა, კომპრომისი, ვინჩივის კონფორმიზმი და შეგუება მტერთან და ეს მტერთან კონცეპტუალურად, თუმცა მტრად რუსეთის სულაც არ მიაჩნიათ, იქნება და საერთოდ მართლადაც კი მიაჩნიათ თუ 2008 წლის თუ 90-იანი წლების ომში, ანუ მაშინ, როდესაც ბატონი არჩილი 90-იანებს გულისხმობ ძმას კარგავდა და მართლად მიაჩნიათ ის რუსეთი უკრაინასთან ომში, როცა ბატონ არჩილმა შვილი დაკარგა რუსეთთან ომში უკრაინის ტერიტორიაზე. ამგვარი ქართველები ჩვენ გვჭირდება არჩილს მადლობა უნდა გადაუხადოთ და ჩვენ სულაც არ გვჭირდება 91 წელს 1991 წელს თქვენ რომელია და მე გავიხსენებ და გავიხსენებ კი არა ვნახავ და გეტყვით ესე იგი სად არის ჩემი Google მე ხო ესე პირდაპირ დავიმახსოვრებდი ახლა მის დაბადებას 91 კი მახსოვს ხო ეს არის 91 წლის 16 მაისს დაბადებულა ანუ 44 წლის არის ახლა ქუთაისში ასეთი კაცი გვარს დავასახლებ კი არა მოგიტრიალებთ რომელმაც დაამთავრა ესე ვიტყვი ნახეთ ქართულად კითხულობ ანუ არც ვიგონებ არც ვაჭარბებ და ასე შემდეგ მან დაამთავრა საზოგადოებრივი კოლეჯი ორიენტირი და რუსეთის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი პერსონალის მართვის სპეციალობით 2001-2002 წლებში იყო შპსო ივი oi Finlandis project manager, 2003 წელს line production-ის record manager-ი, 2005 წლებში სპსუ ლევიკოს ფინანსური მენეჯერი, 4 წლებში აზოტის ქარხნის შესყიდვების მენეჯერი, 8 წელს Baltic Tank Oil business გადამზადებაში მუშაობდა, 9-11 წლებში Vitacan Oil-ში წარმომადგენელი წაკა და ასე შემდეგ ბავშვთა და ახლა იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში და ასე შემდეგ და ბრახტა 2016 წელს გახდა დეპუტატი და დღემდე დეპუტატია ახლა უკვე 21 მოწვევის პარლამენტისა. ამ კაცს სხვა მახასიათებლებთან ერთად აქვს ერთი თვისება, ერთი მახასიათებელია მისი, რომ ყოველი 10 სიტყვიდან 9 არის ბილწი სიტყვა. იგინება სულ მარტივად რომ ვილაპარაკოთ, ოღონდ აგინებს და მე სულ არ მიყვარს ახლა შედარება და ესე პერსონიფიცირება, მაგრამ აი ამ საუკეთესო ქართულ არჩილ ხოფერიას და არა მხოლოდ საუკეთესო ქართულ არჩილ ხოფერიას ესე პერსონალურად, არამედ უკლებლივ ყველას, ვინც ახლა უკრაინაში არის და არა მხოლოდ მათ, არამედ მათაც, ვინც საქართველოს შეიარაღებულ ძალებშია, მაგრამ პოტენციურად თეორიულად შეიძლება მოხვედრილიყო უკრაინაში. ეს არის ორი პიროვნება, მე დაგანახეთ, ანუ ვეცადე და მენახვებინა მეომარი არჩილ ხოფერია და არ მომიტრიალებია, ხო? სულ რომ იგინება ის დიმიტრი სამხარაძე. ის რომელიც და ახლა მე დაკპი ახლა კი მე მაინც ვიტყვი მიუხედავად იმისა რომ დაკპირდით რომ ასე მძიმედ არ მოვიხსენიებ ამ შემთხვევაში კონკრეტულად დიმიტრი სამხარაძეს მეთქი, მაგრამ FSB-შნიკი დიმიტრი სამხარაძე და ქართველებს აქვს არჩევი აქვს. როგორი ტიპის ქართველი, როგორი ტიპის მოქალაქე უნდა იყოს მისი მმართველი? მეომარი, ვაჟკაცი, პატრიოტი, არჩილ ხოფერია და ზმანი მისნი, ანუ მისი მსგავსები, შეიძლება ყველა რა ცხადი ახლა 150 არჩილ ხოფერიაზე არ ვლაპარაკობ და 150 მეომარზე. რა საკვირველია? თუ ტიპები, რომლებსაც მოსწონთ
დიმიტრი სამხარაძე ან დიმიტრი სამხარაძის მაგვარები არიან კვლავ ვიმეორებ, მას აქვს დამთავრებული რუსეთის აკადემიის სახელმწიფო სამსახურისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი პერსონალის მართვის სპეციალობით პირდაპირი საბუთია, ასე გეტყვით, რომ ის FSB-ზე მუშაობს. ამ ორ პიროვნებას ვახსენებ, მაგრამ ბატონი არჩილი თლად ასაკში არა, მაგრამ ასაკში შედის ასეთი კაცია და ცხოვრებისეული გამოცდილება კი უზარმაზარი აქვს. დიმიტრი სამხარაძე რასაკეთებდა, გარდა იმისა, რომ რაღაცებში მუშაობდა 2008 წელს კონკრეტულად Baltic Tank Oil-ში. ხო? გასაკეთებდა 2008 წელს, მე სიმართლე გითხრათ არ ვიცით, ეჭვი კი მაქვს, მაგრამ ასე ღიად ვერ დავადანაშაულებ დიმიტრი სამხარაძესაც კი ეჭვი მაქვს, რომ რუსებს ემსახურებოდა მაშინაც. ყოველ შემთხვევაში 2008 წელსაც კი ის არ იყო არც პირდაპირ და არც ირიბად ჩართული იმ წინააღმდეგობაში, რომელსაც ქართული საზოგადოება უწევდა მომხდურ რუსეთის ფედერაციას და ეჭვი იმის თაობაზე, რომ დიმიტრი სამხარაძე და არა მხოლოდ ის თუ მოხდა ისე და შემოიჭრა რუსეთის ფედერაცია ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთხელ ეჭვი იმის თაობაზე, რომ დიმიტრი სამხარაძე მიიმალება გვიმრებში უკეთეს შემთხვევაში და რეალურად კი ეთანამშრომლება რუსეთის ფედერაციას, მომიტევეთ და მაქვს. ამიტომაც ვუწოდებთ ჩვენ მათ მოღალატეებს, მონებს, რუსეთის აგენტებს და ასე შემდეგ, მაგრამ დაგპირდით და ვერ ვასრულებ კია და დაგპირდით, რომ არ უნდა მომეხსენებინა, არ უნდა შემეფასებინა ბანდიტები დღეს ყოველ შემთხვევაში, ახლა ყოველ შემთხვევაში ასე. ახლა კიდევ ერთ პიროვნებაზე გავამახვილებ ყურადღებას და რომელსაც თქვენ არ იცნობთ. არჩილ ხოფერიას თაობაზე ხსმენიათ. დიმიტრი სამხარაძე რომ იგინება, ამის გამო ცნობილი კაცია, ბანდიტი კაცია. არჩილ ხოფერიას პატივს ვცემთ, დიმიტრი სამხარაძის პატივს არ ვცემთ, არ უნდა ვცემდეთ. დიმიტრი სამხარაძე მამათაც აგინეს, ყველაფერი გავიგე. ჩვენ სულ ფიქრობთ იმაზე, სულ საუბრობთ იმაზე, როგორი თაობა მოდის პოლიტიკაში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენს ქვეყანაში მოდი ასე ვიტყვი. კი, ძალიან მოგწონს ფერადი ახალგაზრდები, ფერადოვანი ახალგაზრდები, რომლებიც არიან რუსთაველზე შეფენილდი, მაგრამ ასე ინდივიდუალურად ამოყრებილად ხო ჩვენ ხო არ ვიცით ახალგაზრდების უმრავლესობის თვალსაწიერის თაობაზე არ კი ვგრძნობთ, მაგრამ არ ვიცით მათი ცოდნის თაობაზე, მათი თვალსაწიერის თაობაზე არაფერი გამოცდილება რომ არ აქვს გასაგებია, მაგრამ როგორები არიან, როგორც გონიერი ადამიანები, რა სოფლხედვისა არიან. ეჭვი იმის თაობაზე, რომ ბევრი მათგანი ასე მაგალითად მემარცხენეა, ხო არსებობს და თუ ეს ეჭვი დასტურდება, ჩვენ მემარჯვენეებს, მე საკუთარ თავს მემარჯვენე ცენტრისად მივიჩნევ და ყველა რაღაც გამოკითხვაში თუ შკალა რო ვრცელდება ხოლმე, ტესტი რო ვრცელდება, იქაც სულ მაჩვენებს აი ცენტრისკენ და ოდნავ გადახრილად მარჯვნივ, ხო, ეს ცოტა არ მოგწონს, იმიტომ რომ რაღაც მემარცხენე სოციალისტური იდეები მე არ მხიბლავს, მაგრამ საბოლოო ჯამში არ ვიცით ვინ როგორია. მე ხა ერთ ადამიანს დავასახელებ და ამგვარი ადამიანი არის ბევრი, მაგრამ ერთს კი დავასახელებ, რომლის კვალიფიკაციაც გაცილებით მაღალი არის თუ მეტი არის, ვიდრე უკლებლივ ყველასი, ვინც ქართულ ოცნებაშია. აი მე ვახსენე ხო ნიკოლო პაშინიანი არასწორად მოიქცა, მეთქი აზერბაიჯანის ლიდერი სწორედ მოიქცა, რაღაცეები ასე შემდეგ რაღაც მსჯელობენ ადამიანები. მსჯელობენ ჩვენ საზოგადოებაშიც, მაგრამ ჩვენ ხელისუფლებაში ამ კონფლიქტზე ასე მაგალითად ისრაელი ირანის კონფლიქტზე და უკრაინა რუსეთის კონფლიქტზე არ მსჯელობენ, პოლიტიკოსები მსჯელობას არ გვთავაზობენ, პოზიციას საკუთარს არ აფიქსირებენ და მით უფრო არ შედიან სიღრმეებში. რაღაც თემებზე, ხო და შესაბამისად ჩვენ საზოგადოება დარჩენილნი ვართ იმ სპიკერების ამარა, რომლებიც კვალიფიციურნი მეტი წილიან გარკვეულ შემთხვევებში, კვალიფიციურნი არიან განა არა, მაგრამ ხელისუფლებასთან არ არიან და კარგიც არის რომ არ არიან, ამ ხელისუფლებას ნეტავი არ ჰყავდეს ამგვარი პირები და არც ჰყავს. მაგრამ ამავდროულად ამგვარი დებატები ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ სახელისუფლო დონეზე, დებატები და მსჯელობანი დებატები და საკუთარი აზრის გამოთქმანი, პოზიციები, კვალიფიკაცია უნდა ეთყობოდეს ხელისუფლებას და არ უნდა იყოს გამო პაპუაშვილებული, აღარ ლაპარაკობ რომ არ უნდა იყოს გამო დიტო სამხარაძებული, ხო? ალბათ სწორედ ამოზარქუებული, თუ გდებავთ, ასე ვიტყვი. ხო და ამ ძიებაში მე წავაწყდი ერთ საინტერესო პერსონას, რომელსაც ახლა ისევ დავსერჩავ და მის ვიდეო ბლოგსაც კი არა პასუხებსაც შემოგთავაზებთ, უკვე დასერჩილია.
რომელიც აი ესე უყურებ ამ ახალგაზრდა კაცს და ხვდები რომ მათია მომავალი. მე მას არ ვიცნობ, ეხლა შესაძლოა მიტინგზე შემხვედრია, თავი დამიკრავს და მასაც დაუკრავს, მაგრამ მე მას არ ვიცნობ და თამამად ვამბობ რომ ამგვარი ის კონკრეტულად და ამგვარი ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და ძველებმა სხვა ხალხის ის ჟრიაბოლი უნდა გავაკეთოთ და სხვეზველებმა უნდა ვთქვათ რომ ჩვენ ჩამოვკიდეთ ლურსმანზე ჩამოვკიდეთ ხელთათმანები. ეს კაცი არის გეტყვით ახლა გიორგი ლოლაძე, რეალ პოლიტიკის ანალიტიკოსი და მოусმინოთ მას და მე უკვე იანავზე შეღულებიც კი დაუწეს ამ მაშინის ხელს და მეორე ეს იყო 2007 წელს, როდესაც სირიის ბიუთური ობიექტები და ამის შემდეგ უკვე ეს ჩამოყალიბდა განგრძობით პოლიტიკა და ისრაელი უნდა იყოს ერთადერთი ბიუთური სახელმწიფო და მის არსებობას საფრთხე არ უნდა შეუქმნას არც ერთმა ქვეყანამ რეგიონში. აჭერება ხა ირანის ბიუთურ პროგრამას ირანის ბიუთური პროგრამა უკვე დიდი ხანია საფრთხედ მიიჩნევა ეგზისტენციალურ საფრთხედ ისრაელისთვის, თუმცა ამ ტიპის თავდასხმას ირანის ბიუთურ პროგრამაზე რამდენიმე ფაქტორი უშლიდა ხელს აქამდე. ეს იყო პირველ რიგში ეხლა 12 წუთიან ვიდეოს მე არ გაჩვენებთ, უბრალოდ მე მინდოდა დაგენახათ, რამდენად კვალიფიციური ადამიანები არიან ჩვენ სივრცეში, რომლებსაც უბრალოდ არ აქვთ შესაძლებლობა არა მარტო მართვისა და ხელისუფლებაში ყოფნისა, კალაძეები მათ არ მიუშვებენ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არამედ აი სახელისუფლო, მაგრამ მეინსტრიმ მედიაშიც კი ამგვარი დებატები ამ პირებთან საუბარი არ მიმდინარეობს, ამგვარ პირებთან საუბარი და მე მას ესე იგი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სახელი და გვარი გიორგი ლოლაძეს, რეალ პოლიტიკის ანალიტიკოს, უდასტურებ პატივისცემას ამ ჯგუფის საერთოდ რეალ პოლიტიკის ჯგუფს მთლიანად ყველას უკლებლივ უდასტურებ პატივისცემას, იმიტომ რომ თუ ქართულ სივრცეში რამდენიმე არაჩვეულებრივი ინტერნეტ რესურსია, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო და კარგი და კვალიფიციური ინტერნეტ რესურსი არის მედია რესურსი არის სწორედ რეალ პოლიტიკა, ასეთი ვებგვერდი, ესეთი მედია საშუალება, რომლის წამყვანებიც, რომლის ავტორებიც არიან უაღრესად კვალიფიციურები. მე ვადასტურებ ღიად, რომ მე მინდა ქვეყანა, რომელშიც არა ვახსენოთ, ვთქვათ, რომ ბანდიტია, ვთქვათ კიდევ ერთხელ, არა ბანდიტი სამხარაძე თუ ბანდიტი ზარქუა თუ ბანდიტებია, ის პაპუაშვილი და სხვები არიან მართვის სადავეები მათ უყრიათ და მართვის სათავეებთან, არამედ სწორედ აი ესეთი ახალგაზრდები, რომლებთან ერთადაც იქნებიან არჩილ ხოფერიას მსგავსი გამოცდილი პირები და ჩვენ ყველანი ერთად დავდებთ, როგორც პოლიტიკური პარტიის რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს, მოკლედ ჩვენ ყველა ერთად ავწევთ ალამს, საქართველოს სახელმწიფო დროშას, გავაერთიერებთ ამ ქვეყანას და ვიქნებით პასუხისმგებელნი და კვალიფიციურნი პირველ ყოფილისა და პასუხისმგებელნი ამ ქვეყნის მომავალზე. ამგვარი ახალგაზრდები ამ ქვეყნის მომავალს ქმნიან და ამ თვალსაზრისით მე გულდამშვიდებული ვარ, ხოლო ფსბ-შნიკ დიმიტრი სამხარაძეს დაგპირდით, მაგრამ ვერ ვასრულებ. ბანდიტ დიმიტრი სამხარაძეს კი ისერი უნდა მოუგრიხოთ სამხარაძეს კონკრეტულად დიმიტრის, მაგრამ საერთოდ იმ არაკვალიფიციურობასა და კონფორმიზმსაც არა ღალატს, რომელიც ღალატს ქვეყნისა, როგორი პოლიტიკაც შემოგთავაზა ბიზინა ივანიშვილმა. ყველაფერი კარგად იქნება, მეთქი უკვე ვამბობ მეშვიდეთ. ნახვამდის.